მე გეუბნები რომ გოგოები ყველაფერში უკეთესები არიან. გოგოები რამეში გვაჯობებენ? ბიჭები საუკეთესოები არიან. ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ, უფრო ლამაზები და ყველაფერს უკეთესად ვაკეთებთ. სლატოჩკა, სილამაზეზე ვიკამათებ. შეხედე, მე ძალიან ლამაზი ვარ. შენახვა და ამტკიცე რომ ჩვენ ნამდვილად უფრო ჭკვიანები ვართ. კარგი, ახლა ნახავ რაც მოხდება. ნახავ რასაც გეტყვი. რა, მიდი აბა თქვი. ჩვენ ბიჭებმა ყველა გამოგონილი ნივთი ბიჭებმა გამოიგონეს. რა, საერთოდ გესმის რას ამბობ? თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, რამდენია 7-4, ჰა? ეს ადვილია, ეს არის და რამდენია? 35. რა? 28 ვიგულისხმე. გოგოები უარესები არიან. ბიჭები არიან. გოგოები. ბიჭები. გოგოები. არა, ბიჭები. ზლატას არ ესმის რას ამბობს, მას ეს საერთოდ არ ესმის. ბიჭები ყოველთვის უმკავდებიან რაღაც სიგიჟეებს და გოგოთ ყოფნა კიდე ძალიან ადვილია და ბიჭობა კიდე რთულია და ვერც კი წარმოუდგენიათ რას ვაკეთებ ჩვენ, კაცები ყოველდღიურად. ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს ბოგდანი მან დამღალა. როგორ მაბრაზებს ის? მას ქონია რომ გოგოობა ადვილია. სადოს ერთი დღე მაინც და იყოს გოგოსოლში. ეს ისეთი მარტივია, როგორც ის ფიქრობს, რა თქმა უნდა. მისთვის ეს უმარტივესია. სიამოვნებით ნახავ, როგორ გაუმკლავდება ამას. ადვილია იყო ბიჭი, ნებისმიერ გოგოს შეეძლება მარტივად შეასრულოს ეს ბიჭური საქმეები. ჩვენთვის ეს მარტივი იქნება. ამიტომ გოგოობა ჯობია. ბოგდანი მაბრაზებს. ზუსტად, მე ვიცი როგორ დაუმტკიცო მას, რომ გოგოები უფრო მაგრები არიან. ბამ, ჩაი მინდა. კარგი. სხვათა შორის შენ ისნეთ რომ ახალ სახლში გადავედით? წარმოგიდგენიათ, ახალი საოცარი სახლი გვაქვს. დაწერეთ კომენტარებში და მე გაჩვენებთ მას. ნიკო, სად არის? ვინ? ვისე მეკითხები? სად არის ბოგდანი? წარმოგიდგენა არ მაქვს, სადმე აქ იქნება, რა ხდება? ბოგდანმა თქვა რომ გოგოები ბიჭებზე უარესები ვართ და მე ვიცი როგორ დაუმტკიცო მას პირიქით. რა თქმა უნდა ის ამის შესახებ ცდება. რანინა რომ უთხრა მას? მინდა უთხრა მას რომ ის აქ არის. ფიქრე რა უნდა მითხრა? დიახ, მე აქ ვარ და მინდა გითხრა რომ გოგოები უფრო მაგრები არიან. სულ ეს არის რაც მოიფიქრე? როგორ პედავ, ჩვენ გოგოები გოგოები უარესები ხარ. ბიჭები. გოგოები. ბიჭები. გოგოები. ბიჭები. გოგოები. ბიჭები უარესები არიან. ჩაისდალევა მინდა. ჩაისდალევა მინდა. არა, მე მინდა. მე მინდა. მე მინდა. მე მინდა. მოხდა აქ, ბოგდან, ზლატოჩკა. ჰეი, ბოტია, გაიხვიცე. ზლატა, როგორ ვზნობ თავს? რა მოხდა აქ? რა მოხდა? ვერ გავიგე, რა მოხდა? ჩემი თავი. მე ჭამა მინდა. ბინტი მოვიტანე, არ ვიცი როგორ დაგეხმარებათ, მაგრამ მოვიტანე. ნიკოლ, მე თავს ცუდად ვცნობ. ძალიან უშნაურია. კარგად ხართ? ისე, იმას თუ დავივეჭყათ რომ ის ხელში ვარ კი? მე მასში ვარ. მოიცადე, გაჩევდით. მოდით აქ. კარგი, ახლა ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ. დაჭეკით, მოდით დამშვიდეთ და მითხარით რა მოხდა. უბრალოდ ჩაისდალევა მომინდა და ამ დამპალმა ჩემი სხეული წაიღო. მან მე სხეული მომპარა. ჯერ ჩაისდალევა მინდოდა. შემდეგ კი მადუღარას ერთად შევეხეთ. შემდეგ რაღაც მოხდა და ამ სულელურ სხეულში აღმოჩნდა. სულელი ხარ, უბრალოდ თმა გავიკეთე კერატინით და მანიკურით. და რა არის ეს? ეს არის რამდენიმე ღერი. ეს გაფუჭებული რა? ფული გახარჯე მასზე? მანიკური, ცხვირის მოსაფხანად კარგია. ბოგდან, შენ ძალიან დებილი ხარ. დამშვიდით, მართლა ვერ ხვდები რა ხდება. მართლა ამტკიცებთ რომ ერთმანეთის სხეულში აღმოჩნდით? კი. კარგი, მე არ მჯერა, რომელი თქვენგანია ზლატა? მე ვარ. ჯანდაბა, კარგი წამოდი ჩემთან ერთად. ისე მაგარია სხეულში ყოფნა. ჰაეროვანი და სუბუქი. ვაუ, ფეხების მოხრა შემიძლია. ლამაზო. ასე რომ ბოგდან. მე არ ვარ ბოგდანი, მე ზლატა ვარ. კარგი, ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ. ახლა დაგიშვამ შეკითხვებს, რომელთა პასუხების მხოლოდ ზლატა მიცის. დაიწყე. ისე შენი მოძრაობები მართლაც უცნაურია. მას მითხარი, აკვოცე იმ კორეელს თუ არა? რომელზე ლაპარაკობ, მონჩუკ მუნზე თუ ვან სინჯინდიანზე? ორივეზე. კარგი რა, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ხვდებით. კარგი, თუმცა ერთ-ერთ მათგანს კი. კარგი, შეიძლება უბრალოდ გამოიცანი. ახლა მოქვს კიდევ ერთი შეკითხვა. სად არის შენი თმიანი ხალი სხეულზე?
მარტივია, ჭიპის ზემოთ, სწორედ აქ. აი ამ ადგილას. ნამდვილად ზლატა ხარ. ომგითხარი, მე ვარ. კარგი, აქ დამელოდე. ვაუ! ვაუ! ჭარბიცონა აღარ მაქვს. ეს ადვილია. 100 ადვილია ხტომა ახლა. ხტუნვის დროს არაფერი მткиვა. დათექი აქ. ახლა მე დაგისვამ კითხვებს, რომელთა პასუხები მხოლოდ ბოგდანმა იცის. გაიგე? იმიტომ რომ თავიდან მეგონა რომ ხუმრობდით. ახლა კი ისეთი შევიზრება მაქვს, თითქოს მართლა შეცვალეთ სხეულები. მიდი აგო მკითხე. ბოგდანს გავხარ. ო, აბა რას გეძახოდა ბავშვობაში დედა? საყვარელ კუკუს. შენ ნამდვილად ბოგდანი ხარ. აქ დადექი, ახლა უნდა მოვიფიქრო რა ვქნა. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკოლის არხზე ხართ. რაღაც უსტაური მოხდა დღეს. ჩემმა მეგობრებმა სხეულები გაცვალეს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დავეხმარო მათ. წარმოგიდგენიათ? ზლატა ბოგდანია და ბოგდანი ზლატა. უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, რათა გაიგოთ რა მოხდება. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება. ალბათ თქვენი ლაიქები დაგვეხმარება. ამიტომ აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო. ახლა მე მივდივარ მათ დასახმარებლად. უნდა გავიგო როგორ ვიცხოვრო ამ სხეულში. ამ სხეულში ზერერთი ძალიან რთულია კიბეებზე ასვლა. ასე კიბეებზე ასვლა ძალიან გამიჭირდება. ეს ხელები ძეხს გავს. ახლა როგორ გავიკეთო მაკიაჟი? ფიგურული სრიალი? როგორ გავაკეთო ახლა ეს? აბა ვცადოთ. არ შემიძლია. სამუდამოდ დავრჩები ამ სხეულში. აქედან ვერასოდეს ვერ გავა. ახლა მივხვდი რატომ არ სრიალებს ბოგდანი და როლიკებზე რატომ არ დგება. კარგი ზლატოჩკა, გააკონტროლე შენი თავი. ეს ყველაფერი მალე დასრულდება. იმედია დასრულდება. ბოგდან, ზლატა, ბოგდან. ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის. რა არის? რა შეიძლება იყოს ამ სულელურ სხეულში ჩარჩენაზე უარესი? ამაზე ცუდი არაფერი არ იქნება. მე ძალიან მაინტერესებს ბოგდანჩიკ. საქმე ის არის, რომ ტუალეტში გასვლა მინდა. რა? არა, შენ თუ წახვალ, შენ იმის თქმაც არ მინდა რა მოგივა. ყველაფერს ნახავ. და რა ვქნა? მე ტუალეტში მინდა. მართლა. ისე ეს პრობლემაა. მოდი მოვიფიქროთ როგორ გავუმყალდეთ მას. დაჩეკით. ბოგდანჩიკ, რამდენხანს შეგიძლია გაძლება? აბა, წარმოიდგინე რომ ვულკანი დიდი ხანია არ ამოფრქვეულა და შემდეგ ჰოპტ და ეს ხდება. საშინელებაა, ნუ ლაპარაკო პუაზროთ, არც ერთი ვულკანი არასდროს არ ყოფილა ჩემში. ო, ზლატოჩკა, მოიცადე და ჩემი სხეული გაჩვენებს ვულკანს. ჰა, გუშინ ცხარე ბურგერი ვჭამე. ძალიან ცუდ დღეში ხარ. საშინელებაა, არ მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო. არ მინდა ამის გამოცდილება. ნუ ხართ პანიკაში, მოდით ვიფიქროთ იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია. იქნებ ნიკოლი წავიდეს შენთან ერთად და ყველაფერი გააკონტროლოს. ამის დახოცად მინდა. არა, გოგმებო, გადაწყვეტეთ სწრაფად, რადგან 3 წუთის და ეგ არის. ჰაჰა, თუმცა არ მაინტერესებს. ზლატოჩკა, ეს შენი შარვარია. არა, არ გაბედო ჩემი შავლის გაფუჭება. აბა, უფრო სწრაფად ვედაწყვეტე. არ მაინტერესებს. მე მაქვს იდეა. მოდით, თვალები აუხიოთ, რომ მან არაფერი არ დაინახოს. როგორც ჩანს, ეს ყველაზე გიჟური იდეაა. ცადოთ. ნიკოლ, მაგრად აუხვიე, უფრო მაგრად, რომ არაფერი არ დაინახოს. ვა, გოგოებო, მაგარი იდეაა. კარგი ბოგდანჩიკ, წადი. კარგი, მაგარი იდეა. მაგრამ როგორ მოვიქცე ახლა? რა ვქნა? ტუალეტს არ გავს. ნამდვილად არ არის ტუალეტი. გზა გავაგრძელოთ. კარგი, რატომ? ეს უნდა იყოს ტუალეტი. არა, ალბათ იქ არავალ. ზლატა სიმაღლეში ვერ გაიზარდა. გავაგრძელოთ. ტუალეტი. კიდევ ერთი ტუალეტი. რატომ სჭირდება ადამიანებს ორი ტუალეტი? ვენდოთ ჩემს ინტუიციას. როგორ ფიქრობ, ის კარგად არის? სიმართლე გითხრა ზლატოჩკა, ძალიან ცუდ სიტუაციაში ხარ. ვიმე დონეფო მის ამას შეძლებს. ღმერთო, რა საშინელებაა. როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მოხდარიყო? ყველაზე ცუდი ისაა, რომ არ ვიცით როგორ დავიბრუნოთ ჩემი სხეული. ვიცი, იქნებ ცადოთ ისევ მადუღარის აღება, იქნებ დავიხმაროთ სხეულების გაცვლაში. იქნებ ამან იმუშაოს. ზუსტად. ბოგდან, გამოდი სწრაფად. ბოგდან. კარგია. აბა როგორ ხარ? გამოგივიდა? დამშვიდი პატარა. ყველაფერი გიგზია. მოდი ვსადოთ ჩვენი სხეულების დაბრუნება. კარგი, ახლა მითხავით გასაკეთებით სანამ სხეულებს გაწვიდით. მე მას დავამტკიცე, რომ გოგოები საუკეთესოები არიან.
სისულელე, მე დაუმტკიცე მას, რომ ბიჭები უკეთესები არიან. გაჩერდით, დამშვიდით, რა მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტს დაუმტკიცა და რა გააკეთეთ მერე? მართალია, ერთად ავიზეთ მადუღარა, შემდეგ კი ერთმანეთის ხელში შევედით. თქვენ უნდა დაიწყოთ კამათი და ხელახლა აიღოთ მადუღარა. ეგ მარტივია, ამ სულელს კამათში ყოველთვის ჯობნი. აჰა, სარკეში საკუთარ ანალეგსაც კი ვერ ეკამათები. რა ბახობდა ჩემზე? რა, დაგანგრევ და დაგახჩობ. გაიგე? მე შენ დაგანგრევ და დაგახშო. გაგიჟდი? შენ გაგიჟდი? რა? ბოგდან? სტები. შენ სტები. შენ. მეგობრებო, მინდა მიმართო მათ, ვისაც ახიჯერ გამოწერილი არ აქვს. რატომ აკეთებ ამას? ან იქნებ ხარ უბრალოდ ხარბი ადამიანი, რომელსაც არ სურს არხის გამოწერა. მოდი შევამოწმოთ, ხარბი ხარ თუ არა. შენ უყურებ ამ არხს და მოგწოს. თუ ახლა გამოიწერ, მაშინ არ ხარ ხარბი და თუ არა, მაშინ უბრალოდ ხარბი ხარ. განაცხენებული ვარ, რადგან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ თქვენთვის ყოველ დღე და არ დაგავისლათ ამ ვიდეოს მოწონება. ეს უბრალოდ ერთი დაწკაპუნებაა თქვენთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ყველას ვინც გამოიწერეთ, დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ. კარგი, წავედი. აბა, ახლა ბოგდანი ვარ? მე ზლატა ვარ? არა! მე ყოველთვის დავრჩები ამ სხეულში. შენ დრამის დედოფალი ხარ. მართალი გითხრა, ეს ყველაფერი ცოტა კი მომწონს. ბიჭივით გამოვიყურები, ბიჭს გავარ. რას ლაპარაკობ? მე არ გავარ ბიჭს. დამშვიდი, წადი ბიჭური ვარსნობა გაიკეთე და ეგარე. ყველაფერი მოგვარდება. კარგი, მისმინე, ამ საოცარ ლამაზი თვიდან ცოტაც რომ მოიწრე, გაგანადგურებ. ვერ გადამირჩები, იცოდე, ბოლოს მოგიღებ. ომისმინი ამ საოცარი სხეული და კილოგრამის რომ გაქრეს, ნახავ რა მოგივა. იცოდე, ძალიან გაუფრთხილდე და 1 გრამის არ მოშორდეს, თორემ ვიცოდე ვერ გადამირჩები. ხო, და რა ვქნათ ახლა? ამ სიტუაციაში მაინც წინდახედული უნდა ვიყო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ რა ვქნათ ახლა. იქნებ ასე ფუნქციონირება უნდა ისწავლოთ? რა? ფუნქციონირება? რა ნიშნავს ეს? უი, ბოგდან, გითხარი რომ ბიჭები გოგოებზე უბრალოდ უფრო დებილები არიან. ფუნქციონირება ნიშნავს რაღაც გზის პოვნას ამ სხეულში ყოფნისგან თავის დასაღწევად. თავის დაღწევას. რა? მე არც კი მინდა მასთან საუბარი. დამშვიდი, შეჭმდეთ ამაცი. გიუჩებთ ერთმანეთს ასწავლოთ როგორ იყოთ საკუთარი თავი. რატომ ჩვენ შეგვიძლია ახლა საკუთარი თავები ვიყოთ? თქვენ სხვა ადამიანები არ დაგიჯერებენ და გიჟეგონებით, ამიტომ ერთმანეთის როლები უნდა ითამაშოთ. კარგი, წავიდეთ. ასე რომ ბოგდან, თუ გინდა იყო ნამდვილი ზლატოჩკა, უნდა ისწავლოს სიმღერა. კარგად სიმღერა უნდა შეგეძლოს. ეგ მარტივია. რა ხდება? ახლა კადილაკი ვიყიდე. ვიშოვე ფული, იშოვე ფული. აი ასე. საშინელება, ბოგდან. შენ უნდა შეძლო კორეული სიმღერების სიმღერა. შენ ისინი კარგად უნდა იმღერო. ადრილია, მიდი აბა. მომისმინე. მარტივია, მომისმინე. კარგი, ბოგდან. შენ ძალიან ცუდი ხარ ამაში. რა კი ასეთი ჭვირანი ხარ? ნება მომეცი გასწავლო. როგორ იყო ჩემი თავი? წამოდი. ახლავე გასწავლი ჩემს სპორტს. რა სპორტი? ფუნტუშების ჭამა? გაჩუმდი გოგო, ვერაფერს ხვდები. კარგი, მითხარი. შენ ახლა ნამდვილი სუმოისტი უნდა გახდე, იმიტომ რომ ერთ კვირაში მე შეჯიბრი მაქვს. რა? სუმოისტი? უყურე და გაიმეორე ჩემს შემდეგ. დაუფრთხილდი ცხვირს, იდიოტო. ხო, მე დას ვერ მოვიგებ. არა და მომეწონა, მაგარია კიდეც. კარგად გავაკეთე. თავარია არ შეწვიტო ჭამა. ეს არის წარმატების გასაღები. ის დაგეხმარება. კარგი, ახლა წამოდი და მე გასწავლი. აბა ხახო, როგორ მიდის საქმე? მართალი გითხრა არც ისე კარგად. ხო, მას საერთოდ არ ესმის რა უნდა გააკეთოს. არ დანებდეთ, უბრალოდ სცადეთ. ახლა ყველაზე მთავარი რამ რაც უნდა ისწავლო. ვიდი პატარაო, მითხარი. ფაქტია, რომ მე ძალიან დიდი ხანია ურთიერთობ ერთ კორეელთან. ის კარგად იცნობს BTS და ჩვენ ერთმანეთი მოგწონს. ეს რეალური გრძნობა. რა გინდა ჩემბან? შენ ახლა ბიჭებთან ფლირტი უნდა ისწავლო. დროზე მოვედი, საინტერესო იქნება. ნახოთ აბა რა მოხდება. აბა აიღე ტელეფონი და ვცადოთ. განვარჯობა, რა შვები? ღმერთო, ეს უხერხულია, ის ყველაფერს გააფუჭებს.
უკაცრავად მე არ შემიძლია ტელეფონით ვცვირთი მამაკაცებთან. დიახ, მეგობრებო, თქვენ რა თქმა უნდა საშინელ მდგომარეობაში ხართ. არც კი ვიცი თქვენს ადგილას როგორ მოვიქცეოდი. აბა უთხარი რომ სიმპათიურია, მაგარია. ძალიან კარგი ბიჭია. უმისმინე. შენ კარგი კაცი ხარ. ძალიან ლამაზი. მაგარი. ფუ. კარგი რა. მე ყოველთვის მარტო ვიქნები. კარგი, ახლა ძალიან მაგარ რაღაცას გასწავლე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შენ უნდა ისწავლო არის ჩემი საოცარი სხეულის ფორმების შენარჩუნება. საოცარი სხეულის ფორმა? ამ სხეულის ფორმაზე მელაპარაკები? ამაზე ამბო. ეს ელეგანტური ფორმებია პატარაო. უნდა იბრძნო. მე უგზნობ რომ რაღაც მძიმეა. მოკლედ, აიღე პური, აიღე წეხვი და შეჭამე როგორც ჭეშმარიტმა მამაკაცმა. გემრიელად უნდა ჭამო. ცადოთ. მალე ყველაფერში სწავლი პატარა. თუ ზვატას სხეულში ვარ, ამით მე სარგებელი უნდა მივიღო. მე მაქვს შანსი იმისა, რომ გავიგო მისი საიდუმლოებები. უბრალოდ ხმა უნდა შევიცვალო. ზლატონკა. ბოგდან, რატომ მოხვედი? ნიკოლ, წარმოვიდგენია, ბოგდანი აღარ ვარ, მე ვარ ზლატა. ისო ჩემს სხეულში ვარ. მართლა, ისევ შეიცვალეთ სხეულები? ხედავ, ხმა ისევ ისეთივე მაქვს, როგორიც ადრე. ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი. ამა ნიკოლ, რადგან ჩემს სხეულში ვარ, შეიძლება ჩვენი მთავარი საიდუმლოებები განვიხილოთ? უცნაურად ჩოს, მაგრამ კარგი. რატომ არიწყებ? რა არის ჩვენი ყველაზე დიდი საიდუმლო? კარგი, ალბათ ის, რომ ბოგდანის საკვებს გამოდევებით ვამატებ საფაღარათო საშუალებებს. რა? როგორ შეგეძლო ამის აკეთება? რა სასაცილოები ვართ, და მაგარი გოგოები ვართ. ზლატა, შენ ძალიან უცნაურად იქცევი. ეს იმიტომ, რომ სხეულები შევცვალეთ და დავისტრესე. მესმის. სხვა რა საიდუმლოებები გვაქვს? არ ვიცი, ალბათ ის, რომ ბოგდანის სპორტულ ფერსაცმელში მაიკლის კურკლები ჩავდეთ. ეს თქვენ გააკეთეთ? ვიცოდი. მოიცა ზლატა, შენ ამ ყველაფერზე უცნაურად რეაგირებ. ისევ შოქში ვარ. იქნებ შენ იტყუები და ზლატას მაგივრად ბოგდანი ხარ. არა, ეს რატომ იფიქრე? ვიცოდი ბოგდან, ეს შენ ხარ. ზლატას ყველაფერს ეჭყი, მოდი აქ. გაჩერდი, ყველაფერს ზლატას ეჭყი, გაჩერდი. შენ ვერ დამიჭერ. გაჩერდი. რა მოხდა? მან მომატყვა რომ ვითომ შენი ყავი და ჩვენი საიდუმლოებები გაიგო. რა? როგორ გაბედე? როგორ ბედავ ჩემს საკვებში საბაღარათო საშუალებების დამატებას? წმინდა საწმელში. იმიტომ რომ შენი ბრალია. შენი. მოიცადეთ, საკმარისია შეჭყვინეთ ტამათი, უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხართ. ახლა თქვენ აბრაზებთ ერთმანეთს. შენიგდით ახლავე. შეურიგდით ერთმანეთს. კარგი, მე უფრო ჭკვიანი ვარ. კარგი. იცი ზლატა, მიუხედავად იმისა, რომ საჟიზვარი ხარ, მე შენ ძალიან მიყვარს. მეც მიყვარხარ ბოგდან. ღმერთო ზლატა. შვენიერია მიხარია რომ შერეგდით, ჩვენ მიპოვით თქვენი სხეულის შეცვლის გზას. გამოსავალი იქნება. კარგი, ჩაიზე რა სიტყვი? კარგი, მე ვაპირებ ჩაის დალევას, რადგან შენ არ შეგიძლია. არ შემიძლია? რა მოხდა ისევ? ბავშვებო, გაიღვიძეთ. ბოგდან, ზლატა, ბოგდან. თავი მტკივა. თმა, მანიკური. ეს მე ვარ. მუხლები მტკივა. ჭამა მინდა. ეს მე ვარ. ჩვენ დაბრუნდით. მისმინეთ, რატომ იმუშავა ამან ახლა და მანამდე არა? ეთყობა გამოგივიდათ, იმიტომ რომ ადრე კამათობდით, ახლა კი უკვე შერეგდით და თქვით რომ გიყვართ ერთმანეთი და ისო განმოვიდა. ალბათ ეს YouTube-ის ღვეთმა გააკეთა. ჩვენ ვიცით ეს. შენ მიხვდი? Yes! 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის სახზე ხართ. მაგრამ ამ ვიდეოს ყურებისთვის არ დაკავისღეთ და ლაიქება. ჩვენ წავედით.